მაშ ასე დავიწყოთ ჩავარდნილი ბიუჯეტი და დაპირისპირება, რომელიც ფიქს აღწევს. საკრებულოს უმრავლესობა მოითხოვს დედაქალაქის მთავრობის გადადგომას. მთავრობა კი ამბობს, რომ გადადგება თუ დეპუტატების მანდატებს დატოვებენ ისინი, ვინც ადრე ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ და არჩევნების შემდეგ ქართულ ოცნებაში გადავიდნენ. სწორედ ასეთია ჩვენი დღევანდელი ინტერაქტივის შეკითხვაც, როგორ ფიქრობთ, უნდა დატოვონ თუ არა მანდატები ყოფილმა ნაციონალებმა, რომლებიც დღეს ყველაზე მწვავედ უპირისპირდებიან ყოფილ თანაგუნდელებს. ჩაერთეთ ინტერაქტივში, ზარი უხასოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი მოსაზრებები Facebook-ის გვერდზე, სახელწოდებით რეაქცია. ყველა მინუს ირაკლი შიხიაშვილი, ასეთია დღეს ჩვენი სტუდიის შემადგენლობა. საკრებულოს თავმჯდომარემ უარი განაცხადა პასუხები გაეცა იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ დარბაზში სხედან და ვისთვისაც უმნიშვნელოვანესია ბიუჯეტის თემა, რომელიც პირდაპირ აისახება მათ ცხოვრებაზე. შიხიაშვილის უარი უკავშირდებოდა მის პირობას, რომ გადაცემა დაგვეგეგმა ისე, როგორც მას სურდა და არა ისე, როგორც ჩვენ ვთვლიდით საჭიროდ. მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობა არ მიეღო მაგალითად თბილისის გადაყენებულ მერს გიგი უგულავას, რომელთანაც დებატს საკრებულოს თავმჯდომარე არჩევის დღიდან თავადვე ითხოვდა. დღეს ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, რომ არც ერთ გადაცემაში არ მივა, სადაც უგულავა იქნება. ეს მისი არჩევანია, ჩვენ კი მას შევახსენებთ, რომ გადაცემას ვგეგმავთ ჩვენ და არა პოლიტიკოსები. შევახსენებთ იმასაც, რომ თემა, რომელზეც დღეს ამ სტუდიაში დიდი დებატები შედგება, არაა უბრალოდ მორიგი პოლიტიკური დებატის თემა. ბიუჯეტის საკითხი პირველ რიგში იმ ხალხს აინტერესებს, ვისაც სოციალური და ჯანდაცვის პრობლემები აქვს, სანამ უმრავლესობა და უმცირესობა ერთმანეთთან დაპირისპირების დეტალებს გაარკვევს. ამ ადამიანებს დღეს თავადვე მოусმენ. ისინი დარბაზში იმყოფებიან, ასე რომ შიხიაშვილმა არის სურვა ამ სტუდიიდან საკუთარი არგუმენტებით ეკამათა უგულავასთან. შესაბამისად შევეცდები მე მივიღო პასუხები იმ მთავარ კითხვებზე, რომელიც გადაყენებული მერის მისამართით გაჩნდა. ერთ-ერთი ბრალდება ასეთია მთელ პროცესებს ბიუჯეტის ჩასავარდნად რეალურად ხელმძღვანელობს გიგი უგულავა. საღამო მშვიდობის მივესალმები ჩვენს დარბაზს, ვიდრე მე პირველ შეკითხვას დავუსვა დედაქალაქის უკვე გადაყენებულ მერს. დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას. ძალიან სერიოზული დარბაზი ყავს. თითქმის მთელი თბილისის მთელი მთავრობა, თავის გამგებლებით, დეპუტატებით, უმრავლესობა, უმცირესობა, მაგრამ რასაკვირველია, რეაქციისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი არიან ის ადამიანები, რომელთა ცხოვრებაზეც პირდაპირ აისახება პოლიტიკური პროცესები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება. და მე მინდა, რომ პირველი შეკითხვა დაუსვა სტუდიაში ბატონ გოჩა კვიჟინაძეს, რომელსაც გვერდით უზის საკუთარი შვილი იოსებ კვიჟინაძე. და მე მინდა, რომ მას ვკითხო, როდესაც თქვენ უყურებთ დაპირისპირებას პოლიტიკურ ბანაკებს შორის, როდესაც თქვენ უყურებთ, რომ ერთი მხარე ულტიმატუმს აყენებს, მეორე მხარე ასევე ულტიმატუმს და ამ დროს გაქვთ უდიდესი პრობლემა თქვენ შვილთან დაკავშირებით. როგორია თქვენი რეაქცია და რა არის ეს რეაქცია? ცოტა ახლოს რომ მიიტანო. ჩემი პირველი ამოცანა არის, რომ რამე გზები მონახო შვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, რომ გაუკეთო ოპერაცია, რომელიც ძვირია 40,000 ევრო ჩდება ავსტრიაში, რომ წავიყვანონ და გაუკეთო და ესე იგი საკრებულო შემპირდა, რომ დაგეხმარებიო და ადრეც დაეხმარა საკრებულო თბილისის ბიუჯეტზე გაქვთ საუბარი თუ თბილისის ბიუჯეტზე თბილისის მერიაზე უფრო სწორედ დიახ ბერი ანდრიას ფონდს დაეხმარა ადრე რამოდენიმე ბავშვი წაიყვანეს და უნკურნალეს და გაუმჯობესეს ჯანმრთელობა და ახლა მე ვარ იგივე პრობლემის წინაშე. ჩემი შვილი ძალიან სერიოზული პრობლემით არის. ესაჭიროება ოპერაცია გადაუდებელი, თანაც რაც შეიძლება სწრაფად. ამ დროს ფული ეს ფული რო ვიშოვა, უნდა დამეხმაროს მერია. იყო შეპირებული, რომ ასეთ ბავშვებს, რომლებსაც რთული პრობლემები აქვთ და საჭიროებენ ოპერაციებს, დაეხმარებოდა და გადაურიცხავდა ამ გარკვეულ თანხას ალბათ. ხო და ამ შემთხვევაში უკვე მე ფულს ვერ შევულობ, რომ წავიყვანო შვილი და გაუკეთო ოპერაცია. ანუ თქვენ გექმნებათ პრობლემა, იმიტომ რომ ვერ მტკიცდება ბიუჯეტი. ზუსტად ეგ არის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მიშა ქავთარაძე იყო ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც გიგი უგულავას მისამართით ასეთი ბრალდება გააკეთა, ასეთი განცხადება, რომ სინამდვილეში ბიუჯეტის ჩავარდნისთვის მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობს არა საკრებულოს უმცირესობა, არამედ დედაქალაქის უკვე გადაყენებული მერი გიგი უგულავა. მე მინდა პირდაპირ ეთერში მივესალმო გიგი უგულავას. ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბატონო გიგი, თემა, რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ამას გავიმეორებ ჩვენი მაყურებლისთვის. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური დაპირისპირების თემა და რიგითი დებატი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა.
პრობლემაა და ჩვენ აქ ადამიანები გვისხედან, ვისაც პირდაპირ ეხება ეს პრობლემა. ხელმძღვანელობს გიგი უგულავა მთელ ამ პროცესს, იმიტომ რომ ჩავარდეს ბიუჯეტი და ყველაფერი დაბრალდეს ახალ მთავრობას. რა სიტყვით? საღამომშვიდობისა, თქვენ საკმაოდ ცლად მიმოიხილეთ ეს პრობლემა და მე მგონი ადამიანი, რომელიც საუბრობდა, ყველაზე კარგად ასახავს ჩვენი საზოგადოების, თბილისელების განწყობას. თბილისელებს არაფერში არ ჭირდებათ ეს კინკლაობა და უწყებათაც გეტყვით, ალბათ დიდი უმრავლესობა ჩვენი მოსახლეობის ვერც ერკვევა ვისი ბრალია ეს ყველაფერი, მაგრამ ყველანი წუხართ და წუხს ამ შედეგით, რა შედეგით დადგა. მე მინდა უთხრა უმრავლესობას, რომ არც ერთი ბავშვის ცრემლი, არც ერთი ბავშვის გადადებული ოპერაცია, თუნდაც არც ერთი გაჩერებული პროექტი არ ღირს იმათ, რომ ჩვენ ვიკინკლაოთ ერთმანეთში და ვარკვიოთ, ერთმანეთში ვარჩიოთ თქვანი და მართალი. ორი აზრი არ არსებობს, რომ ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს, ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ის პროგრამები, რომელსაც უბრალოდ მერია ვერ ახორციელებს, იმის გამო, რომ თუნდაც ის 1/12 ფარგლებში შეუძლებელია ამის განხორციელება, უნდა დაიძრას. და ძალიან ძნელია და შეუძლებელია კიდეც აუხსნათ ჩვენ საზოგადოებას, რომ იცით რა 3-4 თვის მერე იქნება არჩევნები, მოვა დაკომპლექტება ახალი უმრავლესობა და ვინ იქნება ეს ახალი უმრავლესობა, ამას მხოლოდ თბილისელები გადაწყვეტენ და შემდეგ მოგხედავთ თქვენ. აი საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენი საზოგადოება იღებს, პასუხს და სამწუხაროდ ეს პასუხი მოდის უმრავლესობიდან, არის სწორედ ეს. მერიამ არ დააკლო ძალღონე იმისათვის, ჯერ კიდევ მაშინ მე არ ვიყავი უფლება შეჩერებული მერი, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიუჯეტი დამტკიცებულიყო. პირველი ვარიანტი ბიუჯეტის შენიშვნებით, რომელიც გამოიგზავნა საკრებულოდან, ეს შენიშვნები იყო გათვალისწინებული. დეკემბერშივე 0.01%-თან ჰქონდა შენიშვნები წერილობით წარმოდგენილი და ძირითადი უმრავლესობა იყო გათვალისწინებული. შემდეგ ამას მოყვა ჩაგდება და პოლიტიკური განცხადებები. რატომ თქვენი აზრით რა გასფიქრობთ, რატომ? რაში აწყობს ახალი ხელისუფლების გუნდს, უმრავლესობას, რომ ბიუჯეტი ჩავარდეს და აი ეხლა როდესაც საუბრობდა ადამიანი, ასეთი მრავალი ადამიანი ხელისუფლებას გადაექცეს პრობლემად, ბატონო გიგი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ხალხი მართლა დაასკვნის, რომ ეს არის დიდი პოლიტიკური თამაში თქვენსა და იგივე ხელისუფლებას შორის, რომელიც სინამდვილეში არავინ არ ფიქრობს ხალხზე, იმიტომ რომ რაში აწყობდა ხელისუფლებას, რომ არ ქონოდა ქალაქს ბიუჯეტი და თუნდაც ბატონი სოსოს პრობლემა, რომ ბავშვი საოპერაციოა და მერია მას ვეღარ დაეხმარება. ასეთები ხო ბევრი გაჩნდებია. მე ალბათ ვერ ვიმარჩიელებ, რაში აწყობს ხელისუფლებას ეს. მეცაც გეტყვით, წელიწად ნახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი ალოგიკური ნაბიჯი გადადგა ამ ხელისუფლებამ, რომელიც პირველ რიგში სუფთა პრაგმატულად რომ იმჯეროთ მათ აზარალებს. თუნდაც ის მოლიერის ფრაზას ნაწარმოებს მოვიხმობ, იმ აღზევებული დაბიოების აღზევება, რომელსაც თუნდაც თბილისის თუ ნებისმიერი სხვა რაიონების საკრებულოში ვხედავთ. ვის უწოდებთ აღზევებულ დაბიოებას? ვის უწოდებთ აღზევებულ დაბიოებას? მე მგონი საზოგადოება ამას თვითონ მიხვდება, ვისაც კი ეს ნაწარმოები წაკითხული აქვს და ნაწარმოების წაკითხვა არ სჭირდება. ვისაც არ აქვს წაკითხული, იქნებ დამიკონკრეტოთ, ვის უწოდებთ აღზევებულ დაბიოებას? ბევრს ეს თავის სახეზე აწერია. რაც შეეხება, მე მართლა არ მინდა ისევ შევიდე ამ დაპირისპირებას, მე მართლა არ მესმის მიზანი, თუ მიზანი მართლა ეს არის ცენტრალური მთავრობის ივანიშვილის და ღარიბაშვილის, რომ არჩევნების წინ მთლიანად დაშალოს თვითმმართველობა და ამის შიში აქვს, რომ სადღაც ოპოზიცია არის მოკალათებული და ამ ხელმთავრობას ერთ უწყებაში მოკალათებული ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების ეშინია, ეს უბრალოდ იმხელა დიდი ფობიაა, რომ ეს ძალიან რთულად ქონია ესე იგი საქმე ქვეყანაში, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც ჩანს ყველაფერი მიიხართ აქეთკენ, რომ არჩევნების წინ დაშალონ თვითმმართველობა, დაშალონ საკრებულო, დაშალონ მერიის შემადგენლობა და მე მინდა შეგახსენოთ
მოგახსენოთ რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში უკაცრავად არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მთავრობის გადაყენება მხოლოდ ნეგატიურად შეიძლება შეფასდეს. ასეთი არის დასკვნაში ფორმულირება, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა უკაცრავად დაუბრუნდე თემას. დაბიოები აღზევებული, ეს ხო ის ადამიანები არიან, ვიზეც თქვენ საუბრობთ, ვინც თქვენ თავადვე შეიყვანეთ საკრებულოში, ვინც თქვენივე პარტიის ბირთვს წარმოადგენდეთ და ვიზეც არაერთი ხმამაღალი განცხადება გიკეთებიათ პირადად თქვენ, როცა მათი საარჩევნო პროცესი მიდიოდა. მაშინ კარგები იყვნენ ესენი და ეხლა გახდნენ ხალხის მტრები და ცუდები? მე არ ვიძახი რომ მაშინ კარგები იყვნენ და ეს ცუდები. მე ბევრი პრეტენზია მომისმენია, მათ შორის ძალიან ბევრი დაუსაბუთებელი, თუმცა ეს არის ის პრეტენზია, რომელსაც ვიღებ, რომელზეც თუ რამეზე ვნანობ, რა თქმა უნდა ვნანობ, იმიტომ რომ ბევრ მათგანს მე გავუხსენი პოლიტიკაში კარი, ან მე ვერ შევძელი პრევენცია მომეხდინა. ეს პრობლემაა ბუნებრივია და სწორედ ამის გამო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო თავის დროზე, სწორედ ეს არის, იმიტომ რომ ხელისუფლებაში საერთოდ პოლიტიკაში დაუწერელი აქსიომა არსებობს, როცა ხარ ოპოზიციაში, ძირითადად ერთმა ძველმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ როცა ხარ ოპოზიციაში, როგორც წესი, უფრო გიჟები გეწებებია და როცა ხარ ხელისუფლებაში, საშოვარზე მოსული ნაძირალები ძალიან ბევრი მოგეწებება. როგორც ჩანს, ესეთი რამე გარდაუვალია და სწორედ ამან განაპირობა მათ შორის ერთ-ერთი ის პრობლემა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას დაუდგა და რომელიც გამოც სრულიად სამართლიანად ვიტყოდი 1 ოქტომბერს დაისაჯა. მაგრამ მე არ ვაპირებ წარსულზე საუბარს, მე საბოლოო ჯამში მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, არა იმიტომ რომ ერთმანეთი მოგწონს, არა. ჩვენ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, მათ შორის ემოციურ დონეზე და შეუძლებელი იქნება რაიმე საერთო ენის გამონახვა. მაგრამ ჩვენ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ აი სწორედ იმ პატარა ბავშვის გამო, რომელსაც დღეს დახმარება ჭირდება. ჩვენ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ სწორედ იმის გამო, რომ თბილისში გაჩერებული პროექტები დაიძრას. ჩვენ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ იმის გამო, რომ შევძლოთ ტრანსპორტის გაუმჯობესება და შევიძინოთ ახალი ავტობუსები. ჩვენ საერთო ენა ბოლო-ბოლო იმიტომ უნდა გამოვნახოთ, რომ რაც გაკეთებულა ამდენი ის მაინც არ გაფუჭდეს და თუნდაც მერე მომავალმა საკრებულომ და მომავალმა მერიამ და ვინცაც აირჩევს თბილისელები იმან განსაზღვროს პრიორიტეტები 5 თვის შემდეგ. აი ეს არის მთავარი დღეს ჩემთვის და მე მიმაჩნია რომ სწორედ ამის გამო და არა იმის გამო რომ ჩვენ ოდესღაც ან ერთად ვიყავით და ან არასდროს ერთად არ ვიქნებით. ეს არის მთავარია ჩვენ გამოვნახოთ საერთო ენა და ერთ ბავშვის ცრემლად არ ღირს მთელი ჩვენი პოლიტიკური დაპირისპირება. ის რასაც ბოლო 3 თვის განმავლობაში სამწუხაროდ ჩვენ ვაკვირდებით. თუმცა მე ისევ მინდა დაგისვათ ასეთი კითხვა, ბიუჯეტი რომელიც თუნდაც შესწორებული და ეხლა ვიდრე მე გადავალ დარბაზთან, თუნდაც შესწორებული და ისევ ეხლა არ დამტკიცებული, მერიის მხრიდან შევიდა საკრებულოში ოპოზიცია, თქვენი ოპონენტები ამბობენ რომ არის სწორედ მიზანმიმართული წინასწარვე იმისთვის რომ არ შესრულდეს, იმიტომ რომ არარეალური არის გათვლები და იმიტომ რომ არჩევნების წინ ქართულ ოცნებას ხალხმა აღარ მისცეს ხმა. მე მაქვს ერთი კონკრეტული კითხვა. დარბაზში უკმაყოფილება ისმოდა, როდესაც თქვენ საუბრობდით და მითხრეს რომ შეახსენე რომ ის ბრალდებული მერიაო. მე მინდა შეგახსენოთ უკაცრავად ერთი წუთით მე მიმყავს გადაცემა და ჩვენა გვექნება დღეს ძალიან ცხარე დებატები. ამიტომ მოდით მე წავიყვან გადაცემას, მე წავიყვან ბატონმიშა გადაცემას, მომეცითნება და მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ. მერი რომელსაც აქვს ბრალდებები წაყენებული, მერი რომელიც სასამართლო პროცესებს ხედავ ჩვენ თითქმის ყოველ დღე გამოშვებით, აპირებს თუ არა ისე ვიყაროს კენჭი, გადაწყვიტა თუ არა საბოლოოდ ნაციონალურმა მოძრაობამ რომ თქვენ იქნებით მათი მერობის კანდიდატი. ბრალდებებზე მე დღეს არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ბრალდება გვინახია პროკურატურის, რომელიც ხმაურით დაწყებულა და შემდეგ საქმის გუშტივით დაკრა. სამწუხაროდ ამ ბატონებს წარმოდგენა უდანაშაულობის პრეზუმპციასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, მე რა თქმა უნდა არ ვაპირებ მათ გავცე პასუხი, რაც შეეხება ჩემ პირად გეგმებს. მე 1 მარტს, როდესაც ჩატარდება ნაციონალური მოძრაობის თბილისის ყრილობა, ვაპირებ ვიყარო კენჭი თბილისის
პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, რაც შეეხება დანარჩენ ჩემს გეგმებს პოლიტიკაში და ჩემს პოლიტიკურ გეგმებს, ამაზე უკვე სწორედ 1 მარტს ვისაუბრებ საჯაროდ და შესაბამისად საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ჩემ პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით. კი ბატონო, დიახ, დანეთ და უნდა დავასრულო საუბარი, დიახ. შეიძლება ეს საკითხი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ეხება ჩვენს განსახილველ საკითხს, მაგრამ მე მინდა ერთ ძალიან კონკრეტულ და საგანგაშო საკითხთან დაკავშირებით გავაკეთო განცხადება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უახლოესი 1 კვირის განმავლობაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს საბოლოო განაჩენი მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის ბრალთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით როგორც ჩანს მთავრობა ძალიან და პროკურატურა ნერვიულობს, არ იცის რა წინასწარ როგორი შეიძლება იყოს განაჩენი, ამიტომ დაიწყეს სასწრაფოდ ახალი ბრალის შეთითხმა. ამ ბრალის შეთითხმაში პირადად არის ჩართული ცენტრალური მთავრობა, კერძოდ ღარიბაშვილი და მან არაერთხელ დააანონსა მათ შორის ის გაუგებარი სიურპრიზები, რომელსაც თითქოს ის ჩვენ გვთავაზობთ. კონკრეტულად საქმე ეხება თბილისში ჩატარებულ გდანში უკვე სპეცოპერაციას, სადაც ეს ცნობილი სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ერთი მეამბოხე დაიღუპა, ხოლო მეორე დაიჭრა. პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას სრულიად გაუგებარი მიმართულებით, იქ ასფალტიც კი გათხარეს და ეძებენ გილზებს და მათ აქვთ შეკვეთა მიცემული გამომძიებლებზე, რომ გივით არგამაძე გაასაღონ როგორც თითქოს ადამიანი, რომელმაც ოთანაძეს დაუშინა ტყვეები. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, იმიტომ რომ იმ მომენტში მეც ვიყავი იქ და სხვათა შორის პროკურატურა არ ამგონი რომ ჩემ დროს ზოგავდეს, თუ მათ რეალური სიმართლე აინტერესებს, მაშინ მეც დამიძახებდნენ დაკითხვაზე, რაც არაერთხელ გავუკეთებდნენ. გივით არგამაძეს არათუ იქ იარაღი არ უსვია და საერთოდ იარაღი არ ჭერია. გივით არგამაძემ სწორედ გადაარჩინა და ბოლომდე მიყვა საავადმყოფომდე და გივით არგამაძემ გადაარჩინა ეს ადამიანი. მე შემიძლია დავადასტურო პროკურატურის წინაშე, მე შემიძლია დავადასტურო სასამართლოს წინაშე და მე შემიძლია, მაგრამ აქ ჩვენ საქმე გვაქვს სულ სხვა რამესთან, როგორც ჩანს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ხელახლა შეთითხროს და მთელი წინასაარჩევნო პერიოდი აი ამ სიბინძურით გაატაროს, რაც არაერთხელ გაუკეთებია მას. როგორც ჩანს გადაწყვეტილი არა ნორმალური, ცივილური, ერთმანეთის იდეების ოპონირებაზე დაფუძნებული არჩევნების ჩატარება, არამედ ტალახის სროლა. მე წინასწარ შემიძლია უთხრა მათ, რომ მათ ეს არ გამოვათ და ეს საქმე, ისევე როგორც სხვა ბევრი საქმე, წყალში საპნის ბუშტივით გაუსკდება. დიდი მადლობა. ეს იყო გიგი უგულავა. მე მადლობას გიხდით, რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში, არ ვიცი წეგან გესმოდა თუ არა, უბრალოდ რეპლიკის სახით აქ ამ სტუდიაში, როდესაც მუხროვანის თემას განვიხილავდით, თქვენზე იყო სწორედ ბრალდება, რომ გიგი უგულავაც იქ იყო კონკრეტულად ერთ-ერთმა დაწრილმა, თქვა ბატონ გიგი. მე არ ვსაუბრობ მუხროვანზე, მე მუხროვანზე არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ 20 მაისს თუ არ ვწდები, უკვე თბილისში მოხდა სპეცოპერაციაზე, მუხროვანთან ამას იღები კავშირი ბუნებრივია აქვს, მაგრამ არა მუხროვანზე, არამედ მეორე უკვე თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, სადაც ამბოხში ეჭმიტანილი ერთი ლიკვიდაცია მოხდა, ხოლო მეორე დაიჭრა. სწორედ ამაზე ვსაუბრობ, რომ მიდის შეგნებული გაყალბება იმისათვის, რომ პოლიტიკურ ოპონენტს მორიგი ტალახი მიასხან წინასაარჩევნო. დიდი მადლობა ბატონ გიგი, ეს იყო გიგი უგულავა, თბილისის ყოფილი მერი. მე მას მადლობას გადაუხდი, რომ მიიღო გადაცემაში მონაწილეობა. მე მოგცემთ ეხლა ეს სიტყვას. აიღეთ მიკროფონი ხელში უკაცრავად. გადაცემაში კითხვას დავსვავ მე და გადმოვალ ცოტა ხანში თქვენთან შეკითხვით. მაშინ ეს იყო გიგი უგულავა, თქვენ მოისმინეთ მისი განცხადება, აპირებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა, რომ დედაქალაქის მერის პოსტზე კვლავ კენჭი იყაროს ყოფილმა მერმა. მე გადმოვდივარ სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ემოციურები იყავით. თუმცა გადაცემის წაყვანა უნდა მაცადოთ, მე მესმის რომ დღეს ძალიან ცხარე იქნება დებატები. რა გნებავთ? ძანეთ და გავაგრძელებ გადაცემას. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს. აი ეს წუთი არის დაამთავრა თავისი გამოსვლა 4 წლის განმავლობაში, მინიმუმ 4 წლის განმავლობაში თბილისის ბიუჯეტის ქურდმა
კაცმა კორექტულად ვისაუბროთ, კორექტულად მიგეცა ჩენიშნა ნაძირლებს რო იგახსა. შენიშნას არ ვაძლევ, მე ვსვავ კითხვებს. ერთი წუთი, ძალიან გთხოვ, მე ამის სრული უფლება მაქვს და ეხლა მოგახსენებთ ყველაფერს. ეს ადამიანი არის ბრალდებული პირადად გიგი უგულავა ბიუჯეტიდან მინიმუმ 50 მილიონი ლარის მოპარვაზე და გაფლანგვაზე. ეს ერთი. მე პირადად მაქვს კითხვა ბატონ უგულავასთან და ეს იცის აქ სხდომა ჩემო უგულავას მთელი გუნდი. ერთი წუთი ქალბატონო იგა. აქ ზიან ჩემი მეგობრები, მათ შორის ბატონი მამუკა ახვლედიანი, რომელმაც დავიდან ბოლომდე იცის ეს ყველაფერი, ჩემგან იცის პირადად. აქ არის ბატონი ნიკა ბაჩილავა, ჩემი კოლეგა, ირაკლი დვალი, ჩემი მეგობარი და ძმათნაფიცი, მინდა პირდაპირ იცოდეს საზოგადოებამ და რამდენიმე დეპუტატი, რომლებმაც ზუსტად იციან, რის გამო მე პირადად ბესო ბენდელიანმა დავტოვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ვაფიქსირებ არასოდეს ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილვარ, მათ შორის გპირდებით აი აქ თქვენს ეთერში არასოდეს არ ვიქნები მე არც ერთი პარტიის წევრი. არასოდეს პირადი გამოცდილება. მე ჩემი სიტყვების პასუხისმგებელი ვარ ქალბატონო იგა თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რა. პირდაპირ მქონდა საუბარი ბატონ გიგი უგულავასთან. როგორ იგეგმებოდა 2012 წელს ერთ მშვენიერ ღამით სპეცოპერაცია თბილისში და ეს მან ჩემთან პრივატულ პირად საუბარში დაადასტურა და ამის შესახებ ჩემმა კოლეგებმა იციან. ერთი წუთი. მოკლედ უნდა ვისაუბროთ რამდენი ადამიანია და ყველას მივცეთ. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ეს ადამიანი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მე მზად ვარ დაინტერესების შემთხვევაში კონკრეტული 400 ხეობელ ბიჭთან ერთად, მებრძოლთან ერთად. ეს ბიჭები ყველანი აქვე არიან, წეროვანში, გორში, ქარელში. შორს არ არიან. 400 კაცია, ყველა არის ავღანეთ, კოსოვო და ერაყ მოვლენილი. რა სპეცოპერაციაზე საუბრობთ? ეს დამისვით, მე პირადად მასთან დავსვით და მე არ ვიცი, მე როდესაც შევთავაზე გადაცემის დაგეგმვისას პასუხი იყო ასეთი, რომ იმ გადაცემაში, სადაც მონაწილეობს უგულავა, არც შიხიაშვილი და არც მისი გუნდი არაპირებს მასთან დებატს. მე უნდა ვთქვა ეხლა, რატომ ვიცავდი ამ ძალიან კარგად იცის რა მოხდა ქარვასლაში. ძალიან კარგად იცის რა მოხდა ქარვასლაში, ეს დაინახა მთელმა თბილისმა. გიგი უგულავას მიმართ ჩემი დამოკიდებულება იცოდეს სადაც არ უნდა ეხლავე კი ბატონო დაასრულეთ თუ უკაცრავად ძალიან ბატონო ბესო ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო აქ შედან ადამიანები რომლებსაც პირდაპირ არა უნდა დაასრულეთ ბიუჯეტს მან ამ სანამ უგულავას, ქურდი უგულავას, ბიუჯეტის ქურდი უგულავას მთავრობა, რომელიც დღეს არსებობს თბილისში და ლეგიტიმურია ამათ ვერავითარ შემთხვევაში ხელში ვერ ჩაუგდებთ მოსაპარად ამ ბიუჯეტს. ძალიან დიდი მადლობა, მე მინდა რომ უგულავას გუნდს გადავცე მიკროფონი, არ ვიცი ვინმეს ექნება თუ არა პასუხისგაცემის სურვილი და შემდეგი სტუმრები ქალბატონი მარიკა დათუკიშვილი ითხოვს სიტყვას და შემდეგ უკვე სტუდიაში მოვიწევ ჩვენ სტუმრებს მაგიდასთან. გისმენთ ქალბატონო მარიკა? მოგესალმებით ტელემაყურებელს. უდანაშაულობის პრეზუმპცია არსებობს, მინდა შევახსენო ქართული ოცნების უმრავლესობას საკრებულოდან და ბრალდებულის შემთხვევას და ბრალდებულის საკითხის გადაწყვეტს მიუკერძოებელი სასამართლო და არა ამ სტუდიაში პოლიტიკოსების კიდურების ქნება. კარგით, მოდი დაუბრუნდეთ თემას. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, თემა რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის თბილისის ბიუჯეტი, რომელიც ეხება აი ამ ადამიანებს, ვინც აქ შედან და მათ აინტერესებს. ორივე მხარემ გასცეს მათ პასუხი, როდის დამტკიცდება ბიუჯეტი და კონკრეტულად მათ ცხოვრებაზე, როდის აისახება. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები, შემდეგი სტუმრები სტუდიაში. ძალიან ვთხოვ, თუ შეიძლება ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელია ზაზა გაგუნია უმრავლესობიდან სახელმწიფოების დიდი მადლობა მამუკა ახვლედიანი ნაციონალური მოძრაობა ჯაბა სამუშია უმრავლესობა სახელმწიფოების თამაშ შოშიაშვილი უმცირესობა
გიორგი მუსხელიშვილი უმრავლესობა თუ შეიძლება მივესალმოთ ჩვენ სტუმრებს და მე მინდა რომ თხოვოთ დაუბრუნდეთ თემას რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე შემიძლია გავაგრძელო ძალიან დიდხანს საუბარი დავუშვათ პოლიტიკური მიმართულებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის უბრალოდ რიგითი დებატების თემა. მინდა დავსვა პირველი კითხვა. ზაზა გაბუნია იყო ის დეპუტატი, რომელმაც გააკეთა განცხადება მთელი გუნდთან ერთად უმრავლესობის, რომ გიგი უგულავა და მისი გუნდი რეალურად ცდილობენ, რომ არჩევნების წინ ჩავარდეს ბიუჯეტი, არ შესრულდეს დანაპირები და არჩევნების წინ პრობლემა შეექმნას ხელისუფლებას ამომრჩეველთან. გისმენთ? პირველ რიგში მე მინდა მოგესალმოთ, მივესალმო აუდიტორიას, როგორც დარბაზში, ასევე ტელემაყურებლებს. სანამ თქვენს შეკითხვას პირდაპირ უპასუხებ, ხალბატონ ინგა, მე მინდა გამოეხმაურო სახელწოდებას გადაცემის, ასევე თემას, ფრაზას, რომელიც ისმოდა ანონსში. გადაცემის თითქოს ეს არის ბრძოლა სკამებისთვის. რა თქმა უნდა, მე შევაფასებ ამას, თუ კი რა თქმა უნდა ზედაპირულად შევხედავთ ნებისმიერი პოლიტიკური უთანხმოება შეიძლება მოინათლოს სკამებისთვის ბრძოლად, თუ კი ზედაპირულად შევხედავთ, არადა ამის მიღმა დგას ძალიან საფუძვლიანი მიზეზები ამ ბრძოლის მიღმა. მე გახლავთ და ჩვენ გახლავთ თბილისის საკრებულოს წევრები, ჩვენი უმთავრესი ფუნქცია მოვალეობა გახლავთ ვაკონტროლოთ დედაქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლება და განსაკუთრებით მისი საბიუჯეტო პროცესი, ფინანსების ხარჯის პროცესი. მე ვარ საკრებულოს წევრი, თქვენც იყავით საკრებულოს წევრი, ხალბატონი ინგა და მე და თქვენ ერთად უარს ვეუბნებოდით აი ამ ტიპის ბიუჯეტის პროექტებს, არ უჭერდით მხარს იმიზეზით, რომ იქაც ისევ როგორც ახლაც არის ძალიან მაღალი რისკები პოლიტიკური კორუფციის და ვერ ამინდა ვერაზოს. თქვენ ამის გამო ვერ დაგაბრალებთ თქვენი ბრძოლის პოლიტიკური სკამებისთვის. ჩვენ უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და მოდი დავაკონკრეტებ მაშინ რა არა უკაცრავად ძალიან ბევრი მოგვივიდა ეხლა რაღაც ისიც შენიშვნების მიცემა მე უნდა დავაკონკრეტო ჩვენ დღეს ვსაუბრობთ არა მხოლოდ თბილისზე შემდეგი ბლოკი იქნება მთლიანად საქართველოს უკაცრავად მოახლოებულ არჩევნებთან ერთად გამძაფრებული დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის არჩევნებისთვის ბრძოლა რეალურად ეს არის სკამებისთვის ბრძოლა მე შემდეგ მივცემ ჩვენს თანამოქალაქეებს სიტყვას და საინტერესოა როგორ შეაფასებენ როგორც თქვენ გაქვთ სრული უფლება დაარქვათ გადაცემას რაც გსურდა, ასევე მე მაქვს უფლება როგორც თბილისის საკრებულოს წევრი და არა ბათუმის ან ქუთაისის წარმომადგენელი, არამედ თბილისის საკრებულოს წევრი, ამ საკითხს გამოიხმაურა, რომ სრულად ახლებულ, სრულად ახალ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ხალბატონი ინგა. თბილისის საკრებულომ დაიწყო საკუთარი როლის და ფუნქციის შესრულება. თბილისის საკრებულომ დაიწყო კონტროლის მექანიზმების განხორციელება და ისე როგორც ხდებოდა მათ შორის ყველა ჩვენგანი საქმის შეხედვათ უკლებლო ყველა ჩვენგანის პროტესტი იწვევდა 10 წუთში დამტკიცებული ბიუჯეტის პროექტები და პროექტი ბიუჯეტის წეული ასე აღარ ხდება. მნიშვნელოვანი რისკები პოლიტიკური კორუფციისა ჩვენ დავასახელეთ არის ბიუჯეტის ამ პროექტში. ამ რისკების გამორიცხვა, ამ რისკების უკან წაღება მოთხოვეთ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას და არამც სხვა რამე რაც შეუსრულებელია. რაც შეეხება თქვენი მე დასმულ შეკითხვას უკვე უშუალოდ შეკითხვას უპასუხეთ. საკითხი ეხებოდა ადამიანებს, რომელთაც ჭირდება დახმარება, მხარდაჭერა, თითოეული ინტერეს ჯგუფი, თითოეული ადამიანი და დამეთანხმებიან. აქ ვინც არის წარმოდგენილი ლეიკემი დაავადებული, ჰემოფილიი დაავადებულები, მიწისძვრით და წყალდობით დაზარალებული და სხვა პირადად ჩემი ფრაქციის ინიციატივები გახლავთ ეს. პირადად სად იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, როდესაც არ ჭირდებოდა ჩვენთან შეკითხვა და გაეტანათ ეს საკითხები, მოეგვარებინათ ამ ადამიანებს პრობლემები. ჩვენი ინიციატივები არის სამწუხაროდ, რომელსაც ფარსით უპასუხა და ამ ასე ვთქვათ შეხედულებების, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება ნაციონალურ მოძრაობამ გადაწყვიტა ბჭყალებში არარსებული ფულით. დიდი მადლობა. ეს არის ფარსი. ძალიან დიდი მადლობა. მამუკა ახვლედიას მინდა დაუსვა შემდეგი შეკითხვა. ფარსში გადანაშაულებთ უმცირესობა, სად იყვნენო დასვა ბატონმა გაბუნიამ ახლა შეკითხვა. მაშინ როდესაც ეს პრობლემა არსებობდა მანამ და დღეს როდესაც თქვენი მხრიდან არის განცხადებები იმის თაობაზე რომ ბიუჯეტი რომ არ მტკიცდება ეს არის ხელისუფლების და უმრავლესობის ბრალი სად იყვნენ მანამდე მოგესალმებით თქვენს მაყურებელს სტუდიაში ვყოფ ბატონებს უპირველეს ყოვლისა ორიოდე სიტყვის მინდა ბატონ ზაზას სიტყვას უპასუხო რომელიც იყო მიმართული სკამებთან დაკავშირებით და თქვენი გადაცემის ამ სიტყვას კარგით არ გვინდა რა ეს შენიშვნები ჩემი გადაცემის მიმართ მოდით მე უკაცრავად მე რაც თქვი საკრებულოს თავმჯდომარესთან მიმართებაში იგივეს გეტყვით ეხლა თქვენს და თქვენს გადაცემის შერჩევა სათაურის დარქმევა ეს არის ჩემი პრეროგატივა ჩვენ დღეს აქ ვსაუბრობთ ბიუჯეტზე ძალიან მინდა გითხრათ რომ სწორედ შენიშვნების გარეშე მიღება და არ მიღება ბიუჯეტისა მნიშვნელოვან წილად არის დაკავშირებული იმ სიტყვასთან რასაც ქვია ბრძოლა სკამებისთვის როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ულტიმატუმი ისმის უმრავლესობის მხრიდან, რომ გადადგეს თბილისის მთავრობა, გადადგნენ გამგებლები
და ამის შემდეგ ჩვენ დავამტკიცებთ ბიუჯეტს, უკვე ლაპარაკი იმაზე, რომ რაიმე სახით, რაიმე კონსენსუსით შესაძლებელია ბიუჯეტის მიღება, უკვე ვფიქრობთ, რომ ზედმეტია და სწორედ ეს არის ბრძოლა კანონებისათვის. ამაში არ ვეთანხმები ბატონ ზაზას. რაც შეეხება პროგრამებს, რომელიც შემოგთავაზა ბატონმა ზაზამ და სხვა დეპუტატებმა უმრავლესობის მხრიდან. მინდა შეგახსენოთ, თუ როგორ ხდებოდა ეს. ბიუჯეტი, როდესაც ჩავარდა 29 დეკემბერს, 29 დეკემბრიდან მოყოლებული ერთი თვის განმავლობაში, უმცირესობა და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურები და ხელმძღვანელები ითხოვდნენ, რომ მოგვეცით შენიშვნები წერილობითი ფორმით, დაწერილი ფურცელზე, რა გავითვალისწინოთ, რა არ გავითვალისწინოთ, რა პუნქტს მოვაკლოთ, რას მივუმატოთ. ამ ტიპის შენიშვნები არ იქნა მოცემული ვიდრე ბოლო საკრებულოს ხდომის წინა დღემდე, რომელიც შემოვიდა ღამე 10 თუ 11 საათზე თბილისის საკრებულოში. როდესაც შემოდის 10 საათზე შენიშვნები და შემდგომ დღეს უკვე საკრებულოს ხდომა ჩასატარებელი, თბილისის მერიის თანამშრომლები და მათ შორის ჩვენს დეპუტატები კონსულტაციების გზით ვიღებთ, რომ ეს ყველა შენიშვნა ასახული იყოს ბიუჯეტში. მათ შორის ის პროგრამები, რომელიც ბატონმა ზაზამ შემოგთავაზა, მათ შორის ლეიკემიის მკურნალობის პროგრამა, რომელიც მოცული იყო 7 მილიონი, თუმცა მინდა შეგახსენოთ, ეს არის ფედერალური ბიუჯეტის ვალდებულება და ცენტრალური ხელისუფლება აფინანსებს, თუმცა გავითვალისწინეთ აბსოლუტურად ყველა. გავითვალისწინეთ არანაირი უფლობის პირობებში, ბატონო ზაზა, გავითვალისწინეთ ბიუჯეტის პირობებში გავითვალისწინეთ ეს, რომელიც არის სრულიად შესაძლებელი და სრულიად დასაბუთებული. და სწორედ ის, როდესაც ვამბობთ ჩვენ, რომ ბიუჯეტს მაინც არ დაუჭერთ ხართ, მით უმეტესად თქვენი პრობლემები და პროგრამები არის გათვალისწინებული, სწორედ ეს არის ბრძოლას კანონებისათვის. დიდი მადლობა, ნათელა მაჭავარიან სურს ერთადერთი მოთხოვნა, რომ გადადგეს თბილისის მთავრობა. კი ბატონო, გადადგეს თბილისის მთავრობა, გადადგეს ის დეპუტატები, რომელთა მოთხოვნაც იყო ჩვენგან, გადადგეს საკრებულოს თავმჯდომარე და შემდგომში მივიღოთ ბიუჯეტი. უკაცრავად, მე ქალბატონ ნათელას ჩართვა მინდა გადაცემაში, თუმცა მანამდე ძალიან დიდი ბოდიში მიშა ქავთარაძე რეპლიკა იყო. მიშა წარმოადგენს იმ დეპუტატს, ვინც იყო ნაციონალურ მოძრაობაში და ვინც დღეს არის ქართულ ოცნებაში. შესაბამისად წინადადება ჩვენ გადავდგებით თბილისის მთავრობა, მაგრამ უნდა გადადგნენ, უნდა დატოვონ დეპუტატის მანდატები მათ, ვინც დეპუტატის მანდატები არა უკაცრავად, თავის თანამდებობებიდან. კი ბატონო, რა სიტყვით? საკრებულოს ხელმძღვანელობაში და თქვენ დაამტკიცოთ ისევ ბიუჯეტი და თქვენ დაამტკიცოთ ისევ ახალი მთავრობა. უკაცრავად რა, ბატონო მამუკა, ეხლა მოდი ცოტა შორიდან დავიწყებ, ეხლა უსმენდი რა იმ სუბიექტს, რომელმაც საერთოდ აქამდე მიიყვანა ეს სიტუაცია. ეს ადამიანი არის ის ადამიანი, რომელიც იყო აი კრიმინალური სინდიკატის მმართველი, კონკრეტულად გიგი უგულამაზე მაქვს საუბარი, რომელმაც აი ზუსტად ამ სიტუაციამდე მიიყვანა დღევანდელ სიტუაციამდე დღეს თბილისში ვითარება. ეს არის ადამიანი მოთხეულიდან, იმ 5 კაციდან უკაცრავად, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებას და ყველგან აბსოლუტურად ეს ადამიანი ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო. ეს არის კაცი, რომელიც თავის კოლეგას და თავის თანაპარტიელს, ასე ვთქვა და ფრაქციელს და რა ვიცი, თვითონ თბილისის მერი იყო მაშინ და საკრებულოს წევრი, სამწუხაროდ და მაშინ 2006-2010 წელს აქ დამითანხმებიან ჩემი კოლეგები, ყოფილი კოლეგები და დღესაც სხვადასხვა სტრუქტურაში, რომლებიც მუშაობენ, ხო, თბილისის მერიაში, რომ ამ ადამიანს უფლებამოსილება არ მოხსნია, მაშინ ის დანაშაულებრივად იყო თბილისის საკრებულოს წევრი და იყო თბილისის მერიც. უკაცრავად რა, რომელმაც 2013 მაისს გიორგი ნემსადეს მოპარა არჩევნები, ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები, რომელიც ბიუჯეტზე მელაპარაკებით. ეს ადამიანი იყო როგორც თბილისის მერი, ისე იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, რიგითი მეეზოვეც იყო, ქურდიც იყო და პატიმარიც იყო. ეს იყო კოლექტიური უგულაო და კოლექტიური სააკაშვილის მმართველობა, რომელიც ძალიან მალე დამთავრდება. პირობას ვაძლევ სრულიად საქართველოს და მთელ თბილისს და ციფრებზე უკვე შემდგომ ვილაპარაკო. ვიდრე მე ისე ვაგდავსავ კითხვას გია ხუროშვის მინდა. კი ბატონო, ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება გადააწოდეთ მიკროფონი. მე მინდა რომ თანაბარი იყოს პარიტეტი. გისმენთ, დიახ. მოგესალმებით ქალბატონო ინგა, მივესალმებით თქვენს სტუმრებს და ტელემაყურებლებს. უბრალოდ ეს ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, 9 წლის განმავლობაში ჩვენს გვერდში იყვნენ, ძალიან ბევრს ვიცნობთ უკვე ეს დროა. ეს ადამიანები იყვნენ გამგებლის მოადგილეებიც, გამგებლებიც, ვიცე-მერებიც, ფრაქციის თავმჯდომარეები, დეპუტატები, მათ შორის არაერთი მოწვევის დეპუტატები. ცუც ვაკეთებდით თუ კარგს ვაკეთებდით, პასუხისმგებლობად ვინაწილებდით და უბრალოდ არ შეიძლება ისე იყოს, რომ ყველაფერი კარგი, რაც კი რამე გვიკეთებია, იყოს ამათი ნაკეთები და ცუდთან არანაირი კავშირი არ იყოს. მე მინდა მიმართო ნაციონალური მოძრაობიდან გადასულ ქართული ოცნების დეპუტატებს. ბატონებო, ეს ის ქალაქის თუ შეიძლება. ეს ქალაქი ეხლა ვიყურებთ თქვენ, ვარ დარწმუნებული და ძალიან გთხოვთ რა, მივცეთ ერთმანეთს საუბრის საშუალება. მაყურებელი თვითონვე გამოიტანს დასკვნას, გისმენთ.
მესმის რომ ძალიან ნერვიულობთ, რომ შეიძლება მოусმინოთ. კარგი, ბატონო, გისმენ. ბატონებო, ეს ის თბილისის მთავრობა და ის გიგი უგულავა ხო არ არის, რომელთაც თქვენ 2010 წლის არჩევნებზე ძალიან კარგად იწონებდით თავს თქვენი ამორჩევლების წინაშე. თქვენი ზახოდით რომ გიგი უგულავა და ეს მთავრობა იყო ის მთავრობა, რომელმაც სიბნელის ქალაქი გადააქცია სინათლის ქალაქად, ვირთხების ქალაქი გადააქცია სისუფთავის ქალაქად. ეს იყო მთავრობა და გიგი უგულავა, რომელმაც გააკეთა 1000-ობით სტადიონი, გააკეთა 1000-ობით სკვერი. დააგო ერთად იმაზე მეტი დგა, ვიდრე ოდესზე დაგებულოდა. სწორედ ამიტომ გახდით თქვენ დეპუტატები და ამიტომ დაგიწირათ თქვენ თბილისელებად მთავრობა. მანამდე იგივე ირაკლი შიხიაშვილმა 5 ჯერ იყარა კენჭი თავისუფლობაში და საკუთარ უბანში აგებდა არჩევნებს, სანამ გიგი უგულავას და მისი მთავრობის გაკეთებულ საქმეებს არ მიეწება. უბრალოდ არის სამარცხვინო ჩემი აზრით, როდესაც გახართ მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ ამ სკამ აქეთ მხარეს არ ძიხართ, ეკით მხარეს ძიხართ. ყველაფერი გეპატიება თქვენ, ყველაფერი გეპატიება და ყველაფერი ბატონო მიშა. თბილისელებს პასუხებს როგორ შეიძლება რომ კარგი, ძალიან შეიძლება რომ საერთოდ სინთეზი არ გაწუხებდეთ, როდესაც ესაუბრებთ თბილისელებს და ამაზე ლაპარაკობ. კი ბატონო. კარგი, მე ვიდრე და ეხლა კი ბატონო მიაწოდეთ, ეხავე მოგცემთ სიტყვას. მიაწოდეთ ქალბატონ ნანა, შემდეგ ქალბატონ ინათელა და ისევ მაგიდასთან უნდა მიუბრუნდე. გისმენთ ქალბატონ ნანა. ჩართულია თუ შეიძლება ახლოს მიიტანეთ. დიახ. უპირველეს ყოვლისა მინდა დღეს არავის არ გახსენებია. ვალენტინობა მიულოცოს უყვარას. აი ამ ფონზე მინდა დავიწყოთ ჩემი საუბარი. გვეყოს ეს ბრძოლა წესების გარეშე. იქნებ საკმარისია. ვინ იგებს სამითი და ვინ აგებს? ეს უკვე მეორე საკითხია. იგებს თითოეული ადამიანი. არ ეგონოს არც აქეთ მხარეს და არც იქ ვინმე მოიგებენ ესე. ეს არ არსებობს. ჯერ ესეთი, როდესაც მთავრობაში ხართ, მე მინდა შვილად მეკუთვნიან ესენ და მე მინდა უთხრა მათ, როდესაც შენ მთავრობაში ხარ, უნდა ცოტა კორექტული იყო და უნდა იყო წყნარად. ნერვების მოშლა აქ არაფერი. როდესაც ქვემოთ, როცა მიდის საკრებულოს ხდომა და შენ ქვემოთ იწო შენ ახალგაზრდულს და ერთმა ჩვენმა კოლეგამ თქვა, შეხედეთ ხალხს რა პასუხი უნდა გავცეთ. რატომ მე მახსოვს რომ შიხიაშვილის წინააღმდეგ როგორც ამბობდნენ ნაციონალურმა მოძრაობამ მოაწყობინა თავის ახალგაზრდებს. ჩვენ არ დაგავიწყეთ, ჩვენ უმცირესობა ვართ და ჩვენ ამის უფლება გვაქვს. ანუ თქვენ გაქვთ უფლება და მათ არა. რა თქმა უნდა, მთავრობას ეგ უფლება არ აქვს. მთავრობაში მოსული ხალხია უმრავლესობა, სიტყვა უმრავლესობა ისედაც გასაგებია რა არის? უმრავლესობა ნიშნავს იმას, რომ მათი გადასაწყვეტია სიტყვა. სანერვულო არაფერი აქვს და რაღაც უნდა ეს ხალხი მოყვანა. გეკითხები? არ შეიძლება ნათელა მაჭავარია ეს იმას ნიშნავს უკაცრავად. და შემდეგ უკან ვაძლევთ მიკროფონს. გავატონე დამამთავრებიეთ. ძალიან გთხოვთ, უნდა მოკლედ ვისაუბროთ, ბევრი ადამიანი ზისას, ვისაც მე უნდა მთავრობა არის უუნარო და მათ ეშინია წელი. მეტი არა. უნარო ბრალდებული მაგუფლება შეჩერებული ერთი და მეორე კარგი, მიშა ძალიან გთხოვთ, ხვებსაც უნდა მისცეთ საშუალება რომ ისაუბროთ. გისმენთ ქალბატონი? უკაცრავად. კარგი, ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი საუბრობს. გისმენთ? კარგი, ქალბატონი ნათელა სანამ არ დაიწყებ საუბარს არ გაჩერდები. უკაცრავად, უნდა მოგახსენოთ, ინგა შეიძლება თქვენ ცოტა გეწყინოთ და არ მიიღოთ ეს ჩემგანაც, აი რაც ზაზამ ბრძანა რომ ეს არის სკამებისთვის ბრძოლა, ეს არ არის სკამებისთვის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ მერია მილიონები აღარ მოიპაროს. რომ ის მილიონები, რასაც ეგენ იპარავენ და იპარავდნენ, უნდა ხალხს, აი რომლებიც აი ხა თქვენ შეწუხებული ხართ და მე შეწუხებული ვარ. ძალიან ბევრი ხალხი მოდის ჩვენთან, ძალიან ბევრი, რომელსაც ძალიან უჭირს და იმიტომ რომ ჩვენ ამათი ბიუჯეტი მივიღოთ, არა ამ ხალხის დასახმარებლად, არამედ ნაციონალური მოძრაობისთვის. რატომ არის ეს ნაციონალური მოიპარებენ ნაციონალური მოძრაობისთვის სჭირდებათ ეს ბიუჯეტი ამ ხალხს. მაგათ არც ბიუჯეტი უნდათ, არც ხალხი არ აინტერესებს. ერთ ქალბატონ სევდიაზე მინდა გითხრათ ერთი რამ. ქალბატონი სევდია რო ამბობს რომ გადმობარგებულები, ქალბატონი სევდია როცა გადაბარგდა იქ მერიაში, ქალბატონი სევდია წარმოადგენს თბილისის ადვოკატს, უფლება დამცველს. პირველი რაც გააკეთა, ჩვენი ერთ-ერთი იმისი თანამშრომლის დეპუტატის და გაანთავისუფლა სამსახურიდან
პოლიტიკური ნიშნით სოციალურად დაუცველი ორი შვილის დედა. და მოხდა სასწაული რომ ის სასამართლომ გაამართლა და დააბრუნეს და სევდიასგან და იმისგან ესენი არ არიან ის ხალხი რომელსაც უნდა ენდონ ეგენი უნდა გადადგნენ და გადადგნენ ესენი გადადგებიან თუ არა ეს უკაცრავად მიშა ძალიან გთხოვთ მე მინდა ნიკამელიას დაუსვა შემდეგი შეკითხვა რას მიიღებენ უკაცრავად რას მიიღებენ ეს ადამიანები დღეს არსებული მდგომარეობით ის რომ თბილის ბიუჯეტი არ აქვს ნიკა გისმენთ მადლობა ეხლა ისე უსმენდი და მე ადამიანი რომელიც ჩახედული ვარ ამ საქმეებში მოქმედი გამგებელი ვარ რომ არ ვიყო ჩახედული ნამდვილად ვერ გავიგებდი რატო ვარ ჩვენ შეკრებილები ის წრე რომელიც დაიწყო უკვე უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში გრძელდება წყალებში წარმატებით ანუ გაუთავებელი კრიტიკა ურთიერთკრიტიკა შენ ასეთო შენ ისეთო შენ ეს გააკეთე შენ ის მოიპარე იცი ძალიან სამწუხაროა იმიტომ რომ ზუსტად ვიცით ხალბატონო თუ შეიძლება ხალბატონო ნათელა თუ შეიძლება თუ შეიძლება უკაცრავად ძალიან გთხოვთ იცით უკაცრავად მე მომეცით საშუალება რომ თუ შეიძლება უკაცრავად ძალიან გთხოვთ მე მგონია რომ ჩვენ ყველანი აქ იმიტომ ვარ თქვენს რომ ამ ადამიანებმა მოისმინონ რა ელით მათ იმ სიტუაციაში როდესაც ბიუჯეტი ვერ მტკიცდება და მე ძალიან გთხოვთ პირად შეურაცხყოფებს აქ ერთმანეთს ნუ მიაყენებთ ძალიან გთხოვთ არა მოდით ხალხს ვცეთ პატივი და მათ რომ გაიგონ მიშა უკაცრავად საუბრობს ბატონი ნიკა ამიტომ გთხოვთ რომ დავასრულებინოთ ხო ყველას გისმენთ ხალბატონო თუ შეიძლება ნამდვილად არ აინტერესებს თქვენი რეპლიკები დამიჯერეთ რა ხალხთან როგორც თქვენ გაქვთ ურთიერთობა ასევე ჩვენ გვაქვს არ დაიჯეროთ ის რომ თქვენი მიდგომა და თქვენი ასეთი დამოკიდებულება თუნდაც ყველაზე მიუღებელი ადამიანის მიმართ იმპონირებს ან მოწონს ნებისმიერ თქვენივე მხარდაჭერას ვერ დავიჯერებ ამას და არ შემიძლია შეიძლება გავაკრიტიკოთ ერთმანეთი მაგრამ არა იმ ფორმით რასაც ეხლა მე ვისმენ ხო ეხლა თავაზიანობა რა ბატონო ირაკლი ხო ბატონო თავაზიანობა ხა ზნეობის გამოსხივებაა ხო ეხლა ეს რაღაც პრობლემა გვაქვს ეთქობა ამას კი ბატონო გასაგებია იგივე კი ბატონო არ უპასუხოთ იგი მე ვერ დავიჯარებ ერთი წუთი ბიუჯეტი ნიკა უკაცრავ ბატონო რა გიქე მეუბანზე ველაპარაკები ბატონო შენი ადამიანი შეიძლება რა შენ ბიუჯეტის სასაუბრო არის საფიქრებული უკაცრავად ძალიან ბიუჯეტის ირგვლივ ჩვენ ბიუჯეტის ირგვლივ ვისაუბროთ და ჩვენ ეხა ამოგვაძახოთ გასაგები რეკლამას გამოვაცხადებ ბატონისა იძულებული ვიქნები რომ სარეკლამო ჭრა გაუშვა გასაგებია კარგით გისმენთ ანუ არ შემიძლია ეს ამ კონტექსტში არ დავამთავრებ ვერაფრით ვერ დავიჯერებ პატივცემულოს უმრებო ვერაფრით თქვენ ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრებო რომ 5-6 წლის წინ თქვენ ანალოგიურად არ მოიქცეოდით როგორც ეხა იქცევით ვერაფრით ვერ დავიჯერებ ბატონიკა ბიუჯეტს მიუბრუნდეთ რას მოიგეთ და რას წააგეთ პრობლემა არის ძირითადად სამი არგუმენტია ჩვენ ეხა ნუ აქცევთ ყურადღებას ძალიან ძირითადად ეხა ნამდვილად უნდა ითქვას რომ რეალური არგუმენტი თუ რატომ არ მივიღეთ და ამტკიცა ბიუჯეტის საკრებულომ არ არსებობს შემდეგი არგუმენტია რეალურიაო ამბობთ დიახ მე ერთი არგუმენტი სამი არგუმენტია რაც ჩვენ გვესმის ხალბატონო ინგა სამი წონიანი არგუმენტი ჭყალებში წონიანი არგუმენტია ერთი არგუმენტი არის ის რომ ბატონი გიგი უგულავა ყოფილი მერი არის ბრალდებული საქმეში საიდანაც მათი თქმით 50 მილიონი ლარი მიიტაცა და ამიტომ არ შეიძლება უკაცრავად არ შეიძლება მას ვანდოთ რომელიც კულისებიდან მართავს მერიას კვლავ რაც არ შეიძლება ნამდვილად სინამდვილეს ხო ესეც რომ იყოს რეალურად ხო სასამართლოშია საქმე წარმართული და ჩვენ ნახეთ სულ რამდენიმე კვირის წინ ხო საქმე ზარზე იმით დააპატიმრებს ტრაქტორების საქმეზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი და ასევე ზარზე იმით გამოუწევს მეორე არგუმენტი არის ის რომ ნდობა დაიკარგა დღევანდელი ქალაქის მთავრობის მიმართ არ vicი ეს სოციალურ ფსიქოლოგიურ ცნებას გულისხმობ როგორც ასეთი დაიკარგა დიახ მესამე არის არამიზნობრივი ხარჯვა იქნება თუ ჩვენ ქალაქის მთავრობას ამ ბიუჯეტს ჩაუგდეთ ხელთ აი ეს არგუმენტი საერთოდ უსუსურია და კოჭლია ჩემი აზრით და რატომ
ესე რომც იყოს, ხო? ამისათვის არსებობს თქვენი სამსახური, სარევიზიო სამსახური. სარევიზიო სამსახური, რომელიც უშუალო ფუნქცია არის ის, რომ მოახდინოს მიზნობრიობის, ხარჯის დადგენა, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა, ხო? ხალხს მართლა არ აინტერესებს და დამიჯერეთ ერთი წუთით, იმიტომ რომ არ არის უკაცრავად ბატონო ნიკა დაასრულე. არის მის მისასხმა, არის მის იმიტომ რომ არ უჭირავს მიკრო. არა, უკაცრავად. მე მიმყავს გადაცემა. ისმენ დაასრულე. დაასრულეთ ბატონო ნიკა. რაც შეეხება უშუალოდ პრობლემებს, რა თავარი პრობლემაა. დღეს ჩვენ ხალხი გვისმენს, რომელიც მოლოდინის რეჟიმშია, უკაცრავად რა. ბატონო ნიკა გისმენ. ძალიან გთხოვთ. აი ვიდრე თქვენ ეხა ყვირით უკაცრავად. კარგით, გადაცემაში რეკლამის დროა. მე არ დავუშვებ დღევანდელ გადაცემაში ამ ტიპის ჯგუფს, ასეთ ურთიერთდაპირისპირებას, იმიტომ რომ თავიდანვე ვთქვი, დღეს ხალხმა უნდა მიიღოს პასუხი, რას მიიღებენ ამ ბიუჯეტით, დამტკიცებული თან დაუმტკიცებელი და რას ვერა. მე დღეს ამ გადაცემაში არ დავუშვებ ასეთ ურთიერთდაპირისპირებას. გადაცემაში რეკლამის დროა. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით, იმედი მაქვს სიმშვიდე იქნება სტუდიაში.